მე ვარ მარიამ ჯანიაშვილი, სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი. ვარ პროფესიით იურისტი, ვმუშაობ სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებზე. ჩემი კვლევის ძირითადი სფერო არის სოციალურად დაუცველთა უფლებები, ასევე საცხოვრისის უფლება, უსახლკაროობა, შიშობრივ პირთა უფლებები და ასე შემდეგ. სოციალური სამართლიანობის ცენტრში ვმუშაობ 2018 წლიდან და ამ პერიოდიდან მოყოლებული არაერთი ანალიტიკური დოკუმენტი კვლევა გამიკეთებია. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო მიგნებები არის სწორედ სოციალური შემწეობის სისტემასთან მიმართებით და იმ სისტემასთან მიმართებით, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს სიღარიბეში მცხოვრებ მოსახლეობას სოციალურად დაუცველებს. საარსებო შემწეობის მიმართულებით არსებული სტატისტიკური მონაცემები მართლაც არის საგანგაშო. 2025 წლის იანვრის მდგომარეობით 696,000-ზე მეტი ადამიანი იღებს საარსებო შემწეობას, რაც საერთო მოსახლეობის 18%-ზე მეტია. 2025 წლის იანვრის მდგომარეობით 1,275,000 ადამიანი არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში, რაც ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით მესამედი საქართველოს მოსახლეობის ითხოვს სახელმწიფოსგან მინიმალურ სოციალურ დაცვას, რაც მათ შორის საარსებო შემწეობაში შეიძლება გამოიხატოს. ნიკა, თქვი ჩაკეტილია თუ იცი? საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის დაახლოებით ნახევარი სისტემაში რჩება 5 წელს და მეტ ხანს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანების დამოკიდებულების ხარისხი სახელმწიფოზე და სახელმწიფო გასაცემლებზე არის ძალიან მაღალი. სოციალურად დაუცველ ბავშვთა რაოდენობა ასევე არის შემაშფოთებელი, დაახლოებით მესამედი ბავშვთა საერთო რაოდენობის 273,000-ზე მეტი ბავშვი იღებს საარსებო შემწეობას. ბავშვთა ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს აქვს მატერიალური და სოციალური დანაკლისი, რაც გულისხმობს იმას, რომ მათი მინიმალური საჭიროებებიც არ არის დაკმაყოფილებული, მათ შორის არც კვების, სასკოლო ნივთების, თამაშის, გართობის და ასე შემდეგ მიმართულებით. ხანდაზმულების დაახლოებით 13% არის საარსებო შემწეობის მიმღები, რაც მათ შორის მიუთითებს იმაზე, რომ ამ ჯგუფის წარმომადგენლები ნაკლებად არიან იდენტიფიცირებულები სახელმწიფოს მხრიდან და ნაკლებად არიან დაფარულები საარსებო შემწეობით. განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 40%-საც აღემატება და ზოგიერთ მუნიციპალიტეტში საერთო მოსახლეობის ნახევარზე მეტიც არის. აი საქვაბე ის არის. ამ ადგილას იყო მოკლედ დიდი ხე. ეს იყო სულ დანგრეული, ჩვენი სახსრებით გავაკეთეთ ჭერიც, რომ წყალი არ ჩამოსულიყო. ეს არის კლინიკა ჯერარსი. ჯერარსის მეპატრონის არის მოკლედ ეს შენობა, ციხვანდელი მფლობელი არის კლინიკა ჯერარსის მეპატრონე. ვინც გვებრძვის და ვისაც უნდა რომ გაგვიყვანოს მოკლედ ამ შენობიდან და დაგტოვოს ქუჩაში. არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ სისტემის მიერ დაფარულები არ არიან. ერთი მხრივ შესაძლებელია, რომ ადამიანებმა საერთოდ არ მიმართონ სახელმწიფოს იმისთვის, რომ შეაფასონ და შესაბამისი დახმარებით უზრუნველყონ
და UNICEF-ის რამდენიმე წლის წინანდელი კვლევის მიხედვით ამგვარი ადამიანების ოდენობა, ვინც არ მიმართავს სახელმწიფოს შესაძლებლად და საარსებო შემწეობის მისაღებად, არის სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის დაახლოებით მე-13. ეს არის ჩვენი საერთო საცხოვრებელი ალიონის შენობა. 2012 წლიდან ამ შენობაში დაიწყო მობინადრეთა შემოსვლა. ნელ-ნელა იმატებოდნენ და 2017 წელს უკვე ამ შენობაში 93 ოჯახი ცხოვრობს. მეორე მხრივ ყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც სისტემის მიღბას რჩებიან იმის გამო, რომ სისტემა ვერ დაინახა მათი სიღარიბე. არის ძალიან ბევრი ოჯახი, რომლებიც არიან შეფასებულები სოციალური აგენტების მიერ, როგორც უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებლები, მაგრამ კომპიუტერი უწევს მაღალ ქულას. არავინ არ აღიარებს რომ ღარიბია, მაგრამ ძალიან ბევრია ღარიბი და ჩემზე მეტად უჭირთ შეიძლება მართლა ქუჩაში ათებდნენ, მაგრამ ამ პარტალნობის გამო არ აღიარებენ და რა ვიცი, მე არ ვთვლი რომ სიღარიბე სირცხვილია. ფაქტობრივად ორ პარალელურ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, ხო, საქართველოში. ერთი მხრივ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ფუფუნებაში ცხოვრობენ და არ აქვთ რაიმე ტიპის დანაკლისი, თქვა სოციალური დანაკლისს გულისხმობ და მეორე მხრივ ადამიანები, რომლებიც ძალიან ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ ჩანან, არიან დამალულები და მალავს კიდევაც ხელისუფლება საგულდაგულოდ, სხვადასხვა ხერხებით, ასე რომ ვთქვათ, და ეს ადამიანები უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში ცხოვრობენ და უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ. ხამეს შენობა არის სრული კოშმარი. არის კომუნიკაციების გარეშე, არა გვაქვს შუქი, არა გვაქვს ბუნებრივი აირი. გათბობა გვიწევს შეშის ღუმელზე. კომუნიკაციები არ არის ამ შენობაში შემოყვანილი და ამდენი წელია ესე ცხოვრობ. ეს შუქიც გვაქვს ერთ-ერთი ქარხნისგან გადმოყვანილი, რასაც წვერთ ვიხდით იმას. გვეგონა რომ გასახლება არ გვემუქრებოდა. დაახლოებით 2 წელია უკვე, რაც სარჩელი მოვიდა, მის მერე სტრუქტურა არ დაგვიტოვებია, სადაც არ მივმართეთ, ასევე დახმარება ვითხოვეთ, რომ არ გავესახლებინეთ და რა ვიცი, პასუხი არ საიდან არ ყვესმის. ამ შენობაში ვინც ცხოვრობს 93 ოჯახიდან დაახლოებით 60 ოჯახს ექნება, მინიმუმ 50 ოჯახს ექნება სოციალური დახმარება. არიან მრავალშვილიანი ოჯახები, არიან დევნილები. აქ ძალიან რთულია. ეხა არის შუქი, ანუ გვაქვს საღამოები, როცა აი ძალიან გადახურებულია ეს კაბელი, კვირა დღეს კოშმარია. აი ყველა გათბობაზე თერმექსები გვაქვს, ანუ მოკლედ ეს კაბელი რო ხურდება, ზოგს პლიტა აქვს ჩართული და პლიტითება. ანუ იქ ცეცხლი ჩდება, საიდანაც გადმოდის ეს კაბელი, ან იწვება ეს კაბელი. სარეცხს ვერ ვერცხავთ, სარეცხ მანქანას ვერ ვთავთ, იმიტომ რომ ხამე შუაღამისას უნდა გავრეცხოთ, რომ დენი არ ყოფნის და არ მუშაობს. აქედან რომ მივდივარ, თუ ტასაცმოს გარეთ გავფენთ, რაშილად ყარს ბოლისუნად. სკოლაშიც უთქვამთ ბავშვისთვის, რომ ფაიმე შენ ალიონში ცხოვრობ, მე ბოლისუნი რატო არ გაგდის?
ამასაც არ ვთვლი სირცხვილად რა. ჩვენი სიამოვნებისთვის არ ვცხოვრობთ ალიანსში. რატომ არ არიან უფრო საზოგადოების მიერ დანახულები. სხვადასხვა მიზეზი არსებობს ამის. ერთი არის სიღარიბის სტიგმა, რომელსაც განიცდიან და როდესაც ვესაუბრებით ხოლმე ადამიანებს, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობენ, ხშირად უთქვამთ, რომ აი მე მცხვენია, რომ ესეთ მდგომარეობაში ვარ და ძალიან დიდი ბოდიში, როდესაც ასეთ პირობებში გვიწევს თქვენი მიღება და ასე შემდეგ. საღამომდე ხო უნდა დარჩენ მარტო და მაგისთვის მოკლედ ესე ვთქვა ძალიან დატვირთული ვარ. და ჩემ თავს ზოგჯერ ძალით ვებრძვი ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს. ზოგი ცდილობს რომ არ ილაპარაკოს ამ საკითხზე, ზოგს აქვს რაღაცნაირად სირცხვილის ცნობა, ზოგი პირიქით ძალიან აქტიურად ლაპარაკობს და მათ შორის საპროტესტო აქციებსაც მართავს, მათ შორის მათ მუნიციპალიტეტში. სხვადასხვა დამოკიდებულებები აქვს. მოკლედ, სოციალურ დახმარება მაქვს. მუშაობ სმარტში. ნელ-ნელა ვიზდები, დავიწყე მცხოვრებელიდან, რა ვიცი, მზარეულიდან, წარმოების ოპერატორიდან, ადმინისტრატორიდან, სექციის მენეჯერიდან, დღეს ვარ ერთ-ერთი მარკეტის მენეჯერი. ზოგადად ესე არ ვიყავი, სულ სხვანაირად ვიყავი ორიენტირებული 2 წლის წინ, მაგრამ როდესაც იქიდან მივედი და გავიგე რომ ცუდად ვიყავი, ანუ მაშინ სხვანაირად გადავაფასე ცხოვრება. მე 3 წელია, რაც გავიგე რომ მაქვს სიმსივნე კეთილთვისებიანი, გავიკეთე 2 ოპერაცია. ისე ანუ უბრალოდ კონტროლზე მივედი იქიდან და რო გავიგე, ზოგადად როგორც კოვიდი იყო, განაჩენი ისია სიმსივნეს რო გაიგებ, განაჩენი ქონია და სულ სხვა თვალით უყურებ რა, მოკლედ ცხოვრებას. ეს შენობა იყო მიტოვებული, გაუბედურებული, ნაგავსაყრელი. კრიშაზე იყო დიდი ხე. ამ კედელზეც იყო მშვენიერი ხე. დაახლოებით 10 ოჯახი იყო, მე რომ მოვედი მაშინ, 93 ოჯახი ცხოვრობთ ახლა ამ შენობაში. დაახლოებით 500 ადამიანი, მათ შორის 150 ბავშვი. ესე 12 წელია, მოკლედ ამ შენობაში ჩვენი ხელებით ვაცოცხლებთ ამ შენობას. ეს თანხები საარსებო შემწეობის არის ძალიან დაბალი. როდესაც ქართული ოცნება მოდიოდა, თქვა რომ მეო გავაორმაგებო შემწეობის თანხებსო, შეასრულა დაპირება და 2013 წელს გააორმაგა და გახადა მაქსიმალური ზედაჭერი იყო 60 ლარი. იმის მერე არ გაზრდილა. ამ შენობაში შემოსვლის დღიდან ესენიც ცხოვრობენ აქ, ამ პირობებში უწევთ ცხოვრება. აქედან წყალი ჩამოდის. აი იქიდან შეხედე ქვეიდან როგორი სველია იქ ზევით კედელი. ამის მეშვეობით იმავშვებით. ყავს მეშვეობაზე. გახედეთ. გაზი გვაქვს, საჭმელს ავიდუღებთ და იმიტომ რომ შუქისმული პურის ქარხანა რო გვაძლევს, იმდეს ვერ გადავიხდით, რასაც ხალხი იხდის. ორი საბანი და ისინი ყახურებს, ჩაცმულები გვძინავს ნახევრად. თვეში ერთხელ ერთ ადამიანზე თუ არის ერთსულიანი მიიღებს 60 ლარს, თუ არის მრავალსულიანი, რამდენი ადამიანიც არის, იმდენჯერ თქვა 60 ლარს. მჭირდება თელი პენსია, რასაც სახელმწიფო მიკვითავს. სესხი გამოვიტანე, ოპერაცია გავიკეთე და იმის შემდეგ 70 ლარს მაჭრიან და რითი ვერ დამთავრდა, ვერ გავიგე. 60 ლარი არის ზედაჭერი, ანუ
ყველაზე დაბალი ქულა, ვისაც აქვს მიღებული, ის იღებს 60 ლარს. არის უფრო ნაკლები გასაცემელიც და ყველაზე ნაკლები არის 30 ლარი. სოციალური დახმარება 60 ლარი მაქვს. 32 კვადრატია აქ რაც არის და 5 სული ვარ და აქ. ერთადერთი გამონაკლისი არის ბავშვები. ოღონდ 16 წლამდე ასაკის ბავშვები და არა 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც იღებენ 200 ლარს ახლა უკვე თვეში. ჩვენ მე უსახკარო ჯერ მოსკოვიდან დეპორტირებული, მე უსახკარო. ახლა მე და ჩემი მეუღლე ვიყავით, მაგრამ ჩემი გოგო ჩამოვიდა ემიგრაციიდან. ამას ორი ბავშვები ყავს, მარტოხელა დედა, ორი წყუპები ყავს. ესპანეთში ვიყავი და იქ დავბრუნავდი მე გადავედით საფრანგეთში, იქაც გამიკეთებინები, რაც იმარა ვერ მიშველეს და მე იძულებული გავხდი და დაბრუნებული ყავი, რომ ორივე თვალი არ დამეკარგა. კონკრეტულ ქულაზე არ არის მხოლოდ დამოკიდებული საარსებო შემწეობის მიღება არ მიღების საკითხი, ხო? არის არაერთი ბენეფიტი, რომელიც ასევე არის პირდაპირ მიბმული ქულაზე. ეს არის მაგალითად იგივე მუნიციპალური ბენეფიტები, სოციალური დახმარებები. იგივე ერთჯერადი დახმარება თუ მრავალჯერადი იქნება, უფასო კვება, ტრანსპორტირება, თბილისის შემთხვევაში ბავშვების სხვადასხვა წრეებზე სიარულის პროგრამები. იგივე არის შინმოვლის პროგრამა, სხვადასხვა ბენეფიტები, სხვადასხვა ჯგუფების მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ წლიდან წლამდე მუნიციპალიტეტები კიდევ და კიდევ უფრო მეტად აპრიორიტეტებენ რაღაცა სოციალურად დაუცველის ქულას, როგორც ამა თუ იმ პროგრამაში ჩართვის წინაპირობას. საბოლოო ჯამში შენ გაქვს ეგეთი არჩევანი. იღებ იმ ქულას, რომელიც არის შენთვის, შენი გადარჩენისთვის აუცილებელი და იღებ საარსებო შემწეობას და პლუს ამას ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სერვისებს მუნიციპალიტეტისგან და რაღაცა მინიმალურ პირობებს იქმნი, ან გაქვს არაფერი, იმიტომ რომ მოგდის მაღალი ქულა, რომელიც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩაერთო იგივე მაგალითად უფასო კვების პროგრამაში, ტრანსპორტით ისარგებლო, კომუნალური გადასახადები გადაგიხადოს მუნიციპალიტეტმა და ასე შემდეგ და ფაქტობრივად გაქვს ან ყველაფერი, ან არაფერი. ცადი პოვე. დათუნა არაფერი იტკინო. ეს შემაგური. გამარჯობათ. მოკლედ ესენიც არიან ჩვენი მეზობლები, თავისი ხარჯებით, სოციალურად დაუცველები, უსახკაროები, რა თქმა უნდა, თავისი ხარჯებით გააკეთეს ეს ყველაფერი, ოღონდ, რა თქმა უნდა, ბანკის შესახებით. არავინ იცის ამის მიღმა რა იმალება. უგაზობა, უშუქობა ნორმალური. და რა ვიკიდე 1000 რამ. ვიდან თვემდეც არ ყოფნის ეს რაც არის სოციალური და ყველაზე მეტი გამოდის ამ შემთხვევაში ბაურს, მაგრამ ისიც არ არის საკმარისი. ბანკებისგან გადავიდე, აღმოჩნდა ვალებში მოგვეწია ბენის გაყიდვა. თავი დაგვეღწია ბანკის ვალებიდან. შემდეგ ვეღარ შევძელეს ქერის ყოფნა, გადვერძა ცხოვრება და ნახეთ ცარიელი შენობა მიტოვებული ნაგავის თავზე. არავის არ ხო? შემოვედით და რა თქმა უნდა გაღრმავდა ჩვენი აქედან. მაგრამ ვიძალეს ასე ვთქვათ.
სანამ ადამიანი პირველ რიგში აღმოჩნდება უკიდურეს სიღარიბეში და ვთქვათ, სახელმწიფოს მოსთხოვს იმას, რომ შემოფასე როგორც სოციალურად დაუცველი და გაეცი შესაბამისი შემწეობა, მანამდე უნდა არსებობდეს შესაბამისი მექანიზმები, რომ დაიცვას ადამიანები ამისგან, ხო? მათ შორის იგივე უმშევრობის დაზღვევის სახით. როდესაც ეს არ გვაქვს, როდესაც მაგალითისთვის იგივე საცხოვრისის პოლიტიკა არ არსებობს ისეთი მექანიზმები, რომლებიც დაეხმარებოდა ოჯახებს, ადამიანებს იმისთვის, რომ ელემენტარულად საცხოვრის იგივე ბინისქირა და ასე შემდეგ იყოს მათთვის ხელმისაწვდომი და რაღაცნაირად ხარს დაუჭერდა მათ, სისტემა პირდაპირ უბიძგებს ადამიანებს სიღარიბისკენ. უნივერსალთან სადაც კი ვცხოვრობდი. თუ კი ან ხელფასი დამიგვიანდებოდა და რაღაც გარკვეული რამდენიმე დღე გადამიცდებოდა, იყო სრული კოშმარი. ჩემი ხაზაიკამ წერდა, ანუ 2 დღეში თუ ფულს არ მომცემ, მოვა გრიგოლი, წაიღებს გასაღებს. აი ისე ვცდილობდი და ისე სესხულობდი ამ ფულებს, რომ გრიგოლი არ მოსულიყო გასაღებზე და მოსულიყო ფულზე. და როდესაც ადამიანი ვარდება სიღარიბეში და ცხოვრობს სიღარიბეში, მისი დაძლევა არის განსაკუთრებით საქართველოს რეალობაში არის ძალიან მძიმე. მოვიდა ინფორმაციაც, რომ აქ უკვე შემოდიოდა ხალხი, ჩამოჭექს. ხო და ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი გამოსავალი და ყველაზე დიდი დახმარება, რომ გრიგოლი აღარ მოვიდა გასაღებზე და ამ ნანგრევებში ხეებთან, ვირთხებთან, რა ვიცი, აქ მედგა ლოგინები და რო წვიმდა მთელ ოთახში. ბავშვი რო იწვა, ზემოდან მქონდა ცელოფნები, იმიტომ რომ ფაქტიურად ადგილი არ მქონდა, რომ აი არ დაწვიმებულიყო და მიმეწია რა. აქ ბევრმა არც ვიცნობს ბევრი, მაგრამ ვინც იცის, რომ აქედან გავდივარ და ხშირად ხედავენ აქ რომ ცოტა ისე იქით ხალხი, ნუ ხო რა არის ეგეთი ის, რომ აი ალიონიდან გამოვიდა და ნუ ალიონს თავისი სუნი აქვს, ესე რომ თქვა, ფეჩის. კი, სპეციფიკური. სპეციფიკური სუნი არის ფეჩის. მაგალითისთვის არ გვაქვს უმუშევრობის დაზღვევა, ხო? როდესაც სულ მცირედი რამდენიმე თვის განმავლობაში, როდესაც ადამიანი სხვა მიზეზით დაკარგავდა სამსახურს და ჩვენი შრომის ბაზრის გამო სამსახურის დაკარგვა არც თუ ისე რთულია, რამდენიმე თვის განმავლობაში მაინც ამ მექანიზმით ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში არ ჩავარდებოდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი საერთოდ არ აქვს დანაზოგი და არის მთლიანად დამოკიდებული ხელფასზე, ხო? 2 ადგილას მუშაობდი, საშაურმეში და დასასრულებში ერთდროულად. და უმეტესად უფრო საშაურმეში მუშაობდი, თითქმის მთელი ორსულობა, სანამ ორსულობა მას შემაწუხა და ფაქტურად 7 თვემდე მუშაობდი საშაურმეში. ამ ხელფასის არსებობის პირობებში ფაქტობრივად, იმიტომ რომ დაზღვევის მექანიზმი არ არსებობს, სასწრაფოდ ამ ადამიანებს სასწრაფოდ ალტერნატივა უნდა იპოვონ სხვა სამსახურის სახით, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეიძლება საერთოდ არ იყოს მათთვის მისაღები იგივე შინაარსით, დატვირთულობით, ანაზღაურებით თუ ასე შემდეგ, ან კიდევ გადავიდნენ უკიდურეს სიღარიბეში და გახდნენ საარსებო შემწეობის მიმღებები. ანუ არის ძალიან ბევრი მდგენელები, რასაც ავსებს სოციალური აგენტი და რომელიც ერთობლიობაში გაძლევს გარკვეულ ქულას. სოციალური აგენტი თვითონ არ განსაზღვრავს, რამდენი ქულა ექნება ოჯახს, ამას განსაზღვრავს კომპიუტერი, რომელსაც რაღაც სპეციალურ მონაცემებს შეიყვანს კომპიუტერში და კომპიუტერი დააგენერირებს ამ ქულას. სხვა მიმართულებით აფასებენ მათ შორის ოჯახის შემადგენლობა, ასაკი, არის თუ არა შიშუმ პირი ოჯახში, რამდენი გადაიხადეს კომუნალური გადასახადების სახით, არის თუ არა მიწა სახეზე, რამე საკუთრება ან სარგებლობაში, არის თუ არა უძრავი ქონება, საცხოვრისი რამხელა აქვთ ფართობით, ასევე არის თუ არა პარკეტი. და შეიძლება 40 წლის წინ დაგებული პარკეტი ჩაითვალოს იმად, რომ შენ კარგად ცხოვრობ და არ გიჭირს.
მათ შორის ვთქვათ შინაური ცხოველები გარკვეული და შემოსავალი რა თქმა უნდა. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რა მიმართულებითაც აფასებენ. ეს არის ჩემი სოციალური სამგზავრო ბარათი, რითიც ვმგზავრობ. მოკლედ, არა მართლა სოციალურ არ მომიხსნიანი მე. ჩემი ხელფასი არის 1350 ლარი. უხეშად რო ვთქვათ, ვიღებ 1300 ლარს. დაცნობ ხილად 830 ლარს ვიხდი ბანკში. ანუ ეს ხელფასი ძირითადად არ მყოფნის აი პირობებში რა, გადასახადებში და მე კიდევ რო დამჭირდა და მალე მეორე ოპერაცია დამჭირდა და გადაღებები და რაღაცეები ისევ გადავფარე და ფაქტიურად რაც მაქვს ეხა ჩემი ბანკის ვალი სადღაც 14000 ლარია, მაგრამ იქიდან ალბათ 8000 ან 9000 მექნება გამოყენებული იმ გადაფარვაში კიდევ პროცენტი დამემატა. დამჭრა 500 ლარი რა. ნუ გათბობაზე 40 ლარის ყოფნის დაახლოებით 10 დღე კარმას. პლუს საკვები რო გავაკეთო გაზზე, იმ ბალონს ცალკევტენი, თვეში ერთხელტენი, ნუ სადღაც 150 ლარამდე მჭირდება გაზის ბალონის დატებაში. დენის ფულს ვიხდი 100 ლარს, ნუ 80 ლარს, ანუ ეს ხელფასებიდან, ანუ ხელფასზე, ნუ 70 ლარს, იმიტომ რომ რახან კერძო კომპანიის არის 31 მეთრს ვიხდით, ანუ კილოვატში მოვიხმართ და ესე ამ ხელაზე კაბელები გამოჭრილი რაღაცები, ნუ რაღაც იპარება კიდე. შესაძლებელია, რომ მაღალი ქულა მოგენიჭოს მაშინ, როდესაც შეფასებამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში კომუნალურ გადასახადებზე გადაიხადე რაღაც გარკვეული თანხა. ხშირ შემთხვევაში როგორ იხდიან ეს ადამიანები იგივე კომუნალურ გადასახადებს, ხო? არის ხოლმე ისეთი შემთხვევები, როდესაც სესხულობენ და ამით იხდიან, არის ხოლმე ისეთი შემთხვევები, როდესაც იგივე ყველაფერს იკლებენ, მათ შორის ცალკეებს ტანისამოს და იხდიან კომუნალურ გადასახადებს, იმიტომ რომ მაგალითად ვთქვამთ, რომ ბავშვი მყავს და ელემენტარული თბილი წყალი ხომ უნდა მქონდეს და ელემენტარულად ზამთარში ხომ უნდა გავათბო. ძალიან საინტერესო იყო ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, სოციალურ საცხოვრისში, როდესაც სპეციალური წყლის გამაცხელებლები უსახლკარო ადამიანებს დაუყენა მუნიციპალიტეტმა. და სწორედ ამ ვთქვათ გამათბობლის მიერ დარიცხულ გადასახადის გადახდის შემდეგ ამ ადამიანებს მოეხსნათ სოციალური შემწეობა. 250 ლარი დამჭა. ეხა რა ვთქვათ, ყვება, აი ვაკეთებ მარაგებს, რომელიც დაახლოებით 100-150 ლარისას ვყიდულობ. ნუ თავის მომენტში რაღაცები, რა თქმა უნდა, ეხა სოციალურად დაუცველი კი ვარ, მაგრამ შამპუნი გჭირდება, ფხვნილი გჭირდება და ფაქტიურად მეორე დღეს, ხელფას მეორე დღეს ვეწებთ ხურდებს. მერე 20 რიცხვში ვიღებ 400 ლარს ბავშვების სოციალურ დახმარებას. იმ 400 ლარი და 72 ლარს ისევ ერთ-ერთ ბანკში ვიხდი. დანარჩენი ისევ მივდივარ მაღაზიაში. ხო, ავედი. ნუ აქ შემოვედი იმის გამო, რომ არ მქონდა საცხოვრებელი, ან ქირით ვიყავით, ვეღარ გადავიხადეთ ქირა. შემოვედით, რაც შევძელით ჩვენი ხელებით, ანუ ესე უმუშევრობის პირობებში, მე ცოტა სოციალური დაგვენიშნა იმითი, რაც გავაკეთეთ, ეს იყო. მთავრობამ როგორც კანონი შემოიღო, რომ მრავალშვილიან ოჯახებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებზე იყო ესე ფართები უნდა გადაეცათ. მაგრამ მერე ის პრემიერი გადადგა და ახალი მოვიდა და იმან ფართების ნაცვლად თურმე, ოღონდეს არ ვიცოდით და მერე გავიგეთ უკვე რომ დაგვაკმაყოფილეს, ასე ვთქვათ, რომ 50000 ლარის ფარგლებში უნდა მოვძებნოთ საცხოვრებლად ვარგისი ფართი. ისეთი რომ ანუ ამ ფართზე ბევრად უკეთესი პირობები უნდა იყოს თავისთავად და
ბავშვებისთვის ყველანაირ პირობებს აკმაყოფილებდეს. 4 დეკემბერს მოგვივიდა პასუხი. და 6 თვე გვაქვს ვადა რომ მოვძებნოთ დაახლოებით რამდენი დოლარი ალბათ 17,000 რაღაცა დოლარი. მაგ ფასში მიყოვებულ სოფელშიც არ არის. ვერ ნახავ მოკლედ რომ იყიდო საცხოვრებელი იმიტომ რომ მე რო გავიკითხე რაიონებში მცხოვრები დედებიც ვერაფერს ვერ ნახულობენ საერთოდ. მე ვიცი რომ იყო მიტოვებული შენობა, რომელსაც არ ყავდა არავინ, არ იყო შენობა არავის ბალანსზე, სახელმწიფოს ბალანსზე, ამ მონაწერშიც არსად არ იყო და 2021 წელს გამოუჩნდა ამ შენობას უკვე, ანუ ამ მონაწერში გამოჩნდა მე პატრონე. ეს სააქციო საზოგადოება ალიონია, ეხლა ამას ქვია ესე რა. მოგვევლინა სააქციო საზოგადოება ალიონის დირექტორი, რომელიც დადიოდა ფურცლებით, არაფრის მქონე ფურცლებით, ანუ აი უბეჭდო, აი უძალოს ფურცელით და მოკლედ გვთავაზობდა ჯერ $4,000 თუ დავსრულეთ ჩვენს ფართებს. რა თქმა უნდა, ხა $4,000 დღევანდელ დღეს ვერსად ვერ წახვალ. დიდი 5 თვის კი რა გადაიხადა რაღაც დამაკმაყოფილებელ პირობებში. მის მერე მალევე მოგვივიდა სარჩელი სასამართლოდან რა გასახლებაზე. მე ვთავაზობდნენ რომ შეგვესყიდა მოკლედ ეს ანუ ეს შენობა დაენგრიათ, დაგვეცალა, გადავსულიყავით 2 წელი ჩვენი ხარჯებით ქირით. წინ არის მიწა, რომელზეც ანუ სამრეწველო ზონა არის და საცხოვრებელი ზონა არ არის და ამ სამრეწველო ზონას მე გააკეთებდა კორპუსებს წინვიდორში და $14,000 უნდა დაგვეფარა 3 წელიწადში და მე შეგვიშვებდა ანუ ბინებში რა. დაუშვათ ესეც რომ ყოფილიყო რეალური ანუ არ იყო ვის რამდენი კვადრატში ანუ როგორ ანუ არაფერი პირობები არ იყო ისეთი რა უბრალოდ როგორმე აქედან უნდა გაგვიყვანონ რა ამას ვდიობენ ანუ ადამიანები სიტყვად ცხოვრობს და ესა სიტყვად და სიტყვად ინახინებს ანუ არ უძრო სიბინძურაში ადამიანმა როგორ უნდა იარსებოს ხანა სადა მანამდე იმიდან კი არ ამოუწვარით რა ქვია ეს არის ელემენტარული ჰიგიენა მუშაობა თვითონ საუბარი სახლი და ხორო ალიონში და ეხლა ბოდიში და სპინების საკუთრებაში არ უნდა ვიმუშაო ან არ უნდა მოვითხოვო იქ სადაც ცხოვრობს რა არის სოციალურად დაუცველი მას არ ნიშნავს რომ მართლა ისეთი ნამდვილად ხო რაღაც ჭირდეს ხო სახლი რო არ გაქვს სახლი რო არ გაქვს აკრეფოს რაიონი მითხარიელი რავი რა ქვია არ ვიცი რატო ხო სოციალიზება ცხოვრება ამდენი თავი არ მოიწეს მაგის საშუალება რომ ქონოდა აქ კი არ იყო და უყურო ანუ რომ მართლა და ან ქირით ვიცხოვრებდი და ან რაღაცას გავაკეთე საფრო ვერა და სადაც დასაწყდები და მიყრი ჩვენ არჩევნებზე აქედან ვაძლევთ ხმას, სოციალურია აქედან გვაქვს და მისამართება. ხედავთ რომ სოციალურ შემწეობას ვიღებთ აქვე. ანუ ყველანაირ დახმარება აქ მოდის. ანუ რეალურად სახელმწიფო აღიარებს რომ ჩვენ ვართ სოციალურად დაუცველები და ჩვენ გვეძლევა აქ ეს ყველაფერი. მაშინ წინააღმდეგობაში ვართ არა? ანუ უნდა მოგხედონ. ხევის პარკია მოკლედ ჩვენთან იქ ჯერასაც წინ ნახეთ და მაგ პარკის კახსნაზე გავიგეთ რომ მოდიოდა ბატონი კახი და ესე ნუ ძალიან დიდი წვალებით მომახერხეთ პირისპირ შეხვედრა რამდენიმე მთხოვეთ ბავშვმა დაუწერეს ბატონ კახის წერილები ნუ არც ვიცოდით ისე გადასცეს მოკლედ და
მე დამირეკეს, რომ ჩემი შვილის წერილი წაიკითხა ბატონმა კახიმ და ძალიან დიდი მადლობელი ვარ ამის და დაგვიპარეს მოკლედ მერიაში ქონების მართვის სააგენტოში ირაკლი თავართკილაძესთან ვიყავით მოკლედ შეხვედრაზე. ბატონი მერის მოადგილე იყო ბატონი გულედანი და ერთი ქალბატონი იყო, არ ვიცი ვერ ვიხსენებ, მოკლედ მე და ერთ-ერთი გოგო გვერდზე ცხოვრობს ჩემს გვერდზე ალიონიდან და ადვოკატთან ერთად ვიყავით. ნუ გვითხრეს, რომ დაიბარებდნენ შეხვედრაზე მეორე მხარესაც, ვინც გვედავება მოკლედ. ჩვენც დაგვიბარებდნენ და თვითონაც და ეს სამი მხარე შევჯერდებოდით ერთმანეთთან და მერია ჩაგვიდგებოდა გარანტად, რომ ნუ არ დავრჩებოდით მოტყუებულები. დღემდეველით ამ შეხვედრას ოქტომბერში იყო ეს შეხვედრა, ოქტომბრის ბოლოს. დღემდე ამ შეხვედრას ველით, მოკლედ, ბატონი თავართკილაძე აღარ არის იქ, რა თქმა უნდა. და რა ვიცი, ახალი ვინც არის, იმედი გვაქვს, რომ ახალი ფურცლიდან დავიწყებთ ყველაფერს და არ დავრჩებით ქუჩაში, მოკლედ. სხვისი ქონების დაზიანება. არ გააკეთოთ მეორე ფერს. ოკეი.